ქართული ოცნება Pictures-ი და მეტრ-60 Golden Mayer-ი წარმოგიდგენთ. საღდრისის ოქროს გლობუსის და დენდროლოგიური პარკის პალმის რტოს მფლობელ ფილმს უმწიფარი დიქტატორი კობახიძის აღზევება. გავთხილება. ფილმში ნაჩვენები კადრები და მთავარი გმირის როლის შემსრულებელი საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. მოიკრიჭებით რა. ფილმში მოქმედება ჩვენს დროში ხდება. როდესაც ქვეყნის მთავარმა დიქტატორმა პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა და ტოვებ შემდგარ სოლიდურ გუნდს. მან ძალაუფლება ირაკლი კობახიძეს გადააბარა. დიახ, სწორედ ასე გახდა კობახიძე 21 საუკუნის ყველაზე დაუნდობელი მმართველი. იგი ძალაუფლების ყველა შტოს ეუფლება. ბიძინას ყველა მონა, ახლა მისი მონაა. ბიძინას ყველა ხუშტური, ახლა მისი ხუშტურია. და ბიძინას ყველა ტრიუკი, ახლა უკვე მისი ტრიუკია. ირაკლი კობახიძე, ქართული პოლიტიკის უნიხბო ზორო, უფორმო სპაიდერმენი და ხუჭუჭა ფანტომასი. ოპოზიციას რაც შეეხება ხარზე მეტად როხას უფრო გავს. ფილმის მთავარ გმირს წარსულში იუმორი მოუკლეს და ახლა იგი შურის საძიებლად ბრუნდება. ის დიუსელდორფის უნივერსიტეტში შექმნილი რობოტია. ნამდვილი გერმანული მანქანა, 10 ცხენის ძალით და 12 ცხენის ფაფრით. სანამ ის ამ ქვეყნის დიქტატორია, სისულელეების ლაპარაკის უფლებას არავის მისცემს, რადგან სისულელეების თქმის ბიზნესს თვითონ კურირებს. რელიზი მომზადებულია ახალი დიქტატორის მიერ. ქვიშისა და ნისლის სახლი, სახლი ტბისპირას, ქაღალდის სახლი, ბანკოს სახლი. ეს სხვადასხვა ფილმების დასახელება არ გეგონოთ. ეს კობახიძის უძრავი ქონებაა. ახალგაზრდა დიქტატორი სავსეა ბავშვობის კომპლექსებით. იგი დღემდე ემუქრება ბაღში ნახევრად ნაჭამწუნიანს. რას გიძამით ის დაგამთავრე. ეს არის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ფილმი გადაღებულია მაღალტექნოლოგიური ვაკის სმარტ ნაგვის ურნების 4K კამერით. მოარიდეთ ბავშვები ტელეეკრანებს და კარგი იქნება თქვენს თუ მოარიდებით, რადგან ფილმი შეიცავს კონსტიტუციაზე ძალადობის ფაქტებს. უმწიფარი დიქტატორი კობახიძის აღზევება. მალე გაძარცვული საქართველოს კინოთეატრებში.